რა განსაზღვრავს წარმატებას? იღბალი, პროფესიონალიზმი თუ გაბედულობა? რა არის წარმატებული ადამიანის მიზანი? ახალი რეალობის შექმნა, ბიზნეს ისტორიაში შესვლა თუ სწორი კაპიტალდაბანდება? მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია გადაცემა ბიზნეს პოზიტივი. მე წამყვანი ნატალია პაჭკორია გახლავართ და როგორც ყოველთვის პოზიტიური თემა გვაქვს, მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩვენს გარშემო ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია ის თემა და გადაცემა თავისთავად, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ გადაცემისთვის, ეს არის გადაცემა იმისთვის, რომ გვერდში დაგიდგეთ, დაგეხმაროთ და რაღაცა გარკვეულწილად თანამონაწილე გავხდეთ თქვენი მდგომარეობის, რომელშიც დღეს ფაქტობრივად დაპატარავებული, ხელის გულზე არსებული მთელი მსოფლიოა, რომელიც უნდა ავიღოთ და ერთი ნაპირიდან ფაქტობრივად მეორე ნაპირზე გადავიყვანოთ, გადავარჯინოთ. მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი, ეს გახლავთ ქალბატონი ლალი ბადრიძე, რომელიც არის ჩემთვის ყველაზე პოზიტიური, ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური ადამიანი. ქალბატონი ლალი გახლავთ პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი, აგრეთვე კოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის წევრი. მოგესალმებით ქალბატონო ლალი. გამარჯობათ, მიხარია თქვენთან სტუმრობა. დღეს მინდა რომ ჩვენმა მსმენელმა თქვენგან გაიგოს ერთგვარი სტრესებთან ბრძოლის, არ ვიცი რაღაც აბები ამისთვის რა თქმა უნდა არ არსებობს, მაგრამ მოდით ჩვენ მსმენელს, რომელიც ახლა 1 საათის განმავლობაში ჩვენთან ერთად უნდა იყოს, მოგვისმინოს და ხვალ უკვე გვიყუროს ქალბატონო ლალი, ვუთხრათ საერთოდ რას ნიშნავს სტრესთან ბრძოლა, როგორ უნდა გაუმკლავდეთ მას სწორედ ამ მომენტში დღეს. როცა ყოველ დღე რაღაც ახალი პატარა ბრძოლის ველებია გარშემო ჩვენს გარშემო. ნატალია, მე ვთვლი რომ ხა ეს სტრესის თემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა ეს, მაგრამ რაც შეეხება ბრძოლას, არ მიყვარს ეს სიტყვა საერთოდ და მოდი განვიხილოთ როგორ დავიმეგობროთ სტრესი და როგორ ვიყოთ მასთან კომფორტულად, ისე რომ სტრესმა ჩვენ მოგვიტანოს უფრო მეტი სარგებელი. ვიდრე ზია. დავიწყოთ, ბუნებრივია იქიდან რა არის საერთოდ სტრესი. სტრესი ინგლისური სიტყვა და ნიშნავს აი დადაბულობას, ზეწოლას, დათრგუნულობას. ფსიქოლოგიურად რო ავხსნათ, სტრესი ეს არის ემოციონალური და ფიზიკური დადაბულობა, რომელიც იმ სიტუაციებში ჩნდება, როდესაც ჩვენ მისი მართვა არ შეგვიძლია. და სამეცნიერო ენით სტრესი აღწერენ, რომ ეს არის სხეულის ფიზიკური, ფსიქიკური, ემოციონალური და ქიმიური რეაქცია იმაზე, რაც მას აშინებს, აღიზიანებს და ემუქრება. ისე ზოგადად მედიცინა თვლის, რომ ჩვენი ცხოვრება, დაბადები და სიკვდილამდე სტრესია. და სტრესის თეორიის ფუძემდებელი იყო ესეთი მეცნიერი, ჰანს წელიე და ის თვლიდა, რომ ეს არის ცხოვრების გემო და არომატიო. მისგან თავისარიდება მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც არაფერს არ აკეთებს ამ ქვეყანაზე. და ჩვენ სტრესს ვერ გავექცევით ვერსად და არც უნდა გავექცევთ. იმიტომ რომ სტრესისგან სრული თავისუფლება მოგეხსნება რას ნიშნავს. სიკვდილი, ხო? და მე ძალიან ხშირად მიყვარს ხოლმე ეს რა თქმა უნდა. შედარება, ნატალია, აი, რო წარმოვიდგინოთ კარდიოგრამა, რომელიც არის აი სუსწორი ხაზი როცაა. რა ხდება მაშინ? და სიკვდილს ნიშნავს უკვე. სიკვდილი, გეთანხმები. და როდესაც კარდიოგრამა ესეთია, ზევით ადის, ჩადის, ხო? ეს იგი ადამიანი გვეხარია, რომ დავინახავთ, რომ კარდიოგრამა არის ესე, ზევით რო ადის, ჩადის. მაშინ არის ადამიანი ცოცხალი, ხო, როცა აქ სიხარულიც, როცა აქ სტრესიც, ჩვენ ხო სიხარულის ფასს ვერ გავიგებთ, თუ არ ვიცით რა არის მყარება. დღეს თუ ღამე არ მოყვება, ხო? ბევრი სიხარული სტრესია ხოლმე. სიხარული დისტრესი არის უფრო ისეთი სტრესი, რომელიც მე მანგრევს და სიხარულიც არის სტრესი, ოღონდ ქვია აუსტრესი და რა თქმა უნდა, სტრესი ორნაირია, არის დადებითიც, არის უარყოფითიც და სტრესი ეხლა ჩვენ, აი მე მინდა ნატალია, მე მიგეხსენება პოზიტიური ფსიქოთერაპევტი ვარ და პოზიტიური ფსიქოთერაპია ითვალისწინებს ამბებს, აპრებს, თქმულებებს, ესე რომ მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა საკმაოდ იქნება სავსე ამბებით, იმიტომ რომ ჩემი ცნობილი მეზღაპრე ვარ, სულ ზღაპრებს ამბებს ვთქვი და ძალიან მიყვარს და მინდა მოგიყვეთ ერთი ამბავი, რომ ხატოვნად, რომ გავიგოთ, აი რა არის სტრესი.
მოკლედ, აღმოსავლური ისტორიები მინდა გითხრა, რომ ეს საერთოდ პოზიტიური ფსიქოთერაპიის ფუძემდებელი არის ირანელი აღმოსავლური წარმოშობის მეცნიერი პეზეშკიანი, რომელიც შემდეგ გერმანიაში გადავიდა და ძირითადი რაც გააკეთა, ეს იყო, რომ აღმოსავლური სულიერება და დასავლური რაციონალიზმი შეაერთა ერთად. და თვლიდა, რომ აი ეს ამბები და თქმულებები, რაც პოზიტიური ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მიმართულებაა, ძალიან კარგად მოქმედებს ადამიანებზე და ჩვენ სამეცნიერო რენჯის ნათქვამი რაღაცეები უფრო ძნელი გასაგებია და რთული აღსაქმელი და ხატონდაც როცა ისტორიას ყვებით, ეს შეიძლება არასოდეს არ დაგავიწყოთ და აი ამიტომ მინდა მოგიყვეთ ესეთი ამბავი, რომ ბრძენი აღმოსავლეთში ერთ-ერთი ბრძენი იყო, რომელიც განთქმული იყო თავისი სიმშვიდით, თავისი სიკეთით და ყველას ძალიან უყვარდა. და მასთან მივიდა მოწაფე და უთხრა, რომ მეო მაინტერესებს რომ შენო ესე არაფერი არ გწენსო, არაფერი გულს არ ყვეთს, არაფერზე არ ვარდებო, ესეთი მშვიდი რო ხარო და მეც მინდა რომ ვიყო ესეთი მშვიდი და ესეთი ბრძენი და ხალხს ესე უყვარდეო, როგორც შენო და მასწავლეო, როგორ გავხდეს. კი ბატონო, გასწავლიო. და მოკლედ აიღე უთხრა ერთი ტომარაო და რამდენი რამე გეწყინება, რამდენი ვინმეზე გაბრაზდები, რამდენი ვინმეზე დაიბოღმები, ამ პატარა ტომარაში კარტოფილი ჩააგდე. დაიწყო მოსწავლემა ამ ყველაფრის შესრულება. აიღო ერთი პატარა ტომარა და რამდენი გაბრაზდებ და იმდენი ჩააგდებ ერთ კარტოფილს, კიდე რამე ეწყინება, ჩააგდებ ერთ კარტოფილს, ვიღაცაზე დაიბოღმება, ჩააგდებ. მოკლედ აიწო ეს ტომარა და მივიდა უთხრა, რომ აი ეს ტომარა აიშო და რა გავაკეთო. ესო გადაიტანებ ის ტომარაშიო და თან აუცილებელი პირობა იყო, რომ ეს ტომარა სულ უნდა ეტარებინა ამ ადამიანს. აიღო ახლა დიდი ტომარა გადაყარა ეს პატარა ტომრიდან ამ დიდ ტომარაში ეს კარტოფილი და დაიწყო ამ ტომარის წავლა. ისევ გაბრაზდება, ჩააგდებს, ეწყინება, ჩააგდებს, დაიწყება, ჩააგდებს. აიწო ეს ტომარა დელანდელ, აიწო ისე რომ ვეღარ ატყდა. მოგეხსენება კარტოფილი რო უტება, რაც საშინელი სუნი აქვს. და ადამიანები აღარ ეკარებიან, იმიტომ რომ სადაც გადის, რომ ის ამ კარტოფილი, ხო, ეს ყარს. გარშემო და უკიდე ისეთი მძიმეა, რომ მისი ტარება უჭირს. და მივიდა ბრძენთან ძლივს და უთხრა, რომ აიო მოვედიო, ასტრულებო რასაც მეუბნებიო, მაგრამ იმის მაგივრად რომ ხალხს შეუყვარდეო, გამირბის ხალხიო. და ჩემთან ურთიერთობა არ უნდათო და სათოფეზე არ მეკარება არავის. და შემოკარგო უთხრა, აი ეცია ზუსტად ეს სტრესები, ის რასაც ჩვენ წენა გვაყენებთ, რასაც გაბრაზება გვაყენებთ, რასაც დოგმა გვაყენებთ, თუ ჩვენ ამას თან დავათრევთ, ზუსტად ესევე ყარს, როგორც ეს კარტოფილი და ზუსტად ისეთივე მძიმეა. თუ შენ გინდა რომ ეს ყველაფერი ესეც საშინელი არ იყოსო და ხალხი შენთან ახლოს მოვიდეს და ურთიერთობა, გადაყარე ეს კარტოფილი. მართლაც გადაყარა კარტოფილი, გაიაზრა და აი ზუსტად ესეა ჩვენი სტრესი, ის წენა, ის დოგმა, ის გაბრაზება. კი ბატონო, მეწყინა ადამიანები ვართ. გავბრაზდი რაღაცაზე, მივიღე, გავიაზრე და დავამთავრე. მასთან ურთიერთობა იქ და დავტოვე. ხო, ეხლა გისმენდი და მივხვდი, რომ მე ვარ მიმდევარი მაგ ზღაპრის ეთქომ. გადასარევი. იმიტომ რომ ვერც იმუშავებდი რადიო პოზიტივში. ხო, ყველა მეუბნება, რომ რაღაც სამნაბიჯში აგდებ ყველა წენას, მართლაც არ ღირს ცხოვრება იმათ, მით უმეტეს თუ ადამიანი გაიაზრებს ყველაფერს, ნამდვილად არ ღირს იმათ, რომ ეს ჩვენი წენა, ეს რაღაცა ტკივილი, შინაგანი რაღაცა მძიმე რაღაცა ტრაგედია კიდე სხვა რაღაცა არის, რომელიც შიგნით არის ჭდება და კი, შეგვიძლია ჩვენ ეს არ გამოვაჩინოთ, მაგრამ შიგნით არის. სტრესსაც შეეხება, წენასაც შეეხება, ნამდვილად ვეთანხმები აღმოსავლურ ამ სიბრძნეს შენთან ერთად და ვამბობ, რომ ნამდვილად არ ღირს ცხოვრება იმათ, რომ ტკივილი და წენა ატარო დიდხანს აქციო ბოხმათ, რომელიც მე როგორც შენ თქვი აყრილდება და დაგამცინებს. კი ბატონო, მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვისაც ეს ძალიან უჭირთ. ეს ზღაპარი მათ რომ მოისმინონ, კიდეც შეიძლება ამ წუთას ლალი დაგვეთანხმონ და თქვან რომ კი, მაგრამ არსებობს თუ არა გზა, რომელიც თქვა ძალიან დიდხანს ჩამჯდა რა იმ სტრესს, რომელსაც უკვე რაღაც ფესვებიც აქვს, ხო? გამდგარი. აი ამ შემთხვევაში რა ხდება? როგორ ადამიანს ვერ გარდაქმნი ახლა ისე რომ კი დღეს უცებ თქვას რომ კი ბატონო რა თქმა უნდა ეს ნელ-ნელა ხდება თუმცა არსებობენ ადამიანები ვინც პირდაპირ იღებენ ამას და კი რა თქმა უნდა მე ამას გავაკეთებ დღეს სხვანაირი სტრესი უდგას მთელ სამყაროს ხო რა ამეთანხმები
რა თქმა უნდა. და ყველა რაღაცა ჩვენს ახლობლებშიც კი აღმოვაჩენთ ადამიანებს, რომლებიც ძალიან სხვადასხვანაირად შეხვდა ამ მდგომარეობას, ამ ვითარებას, რომელშიც ჩვენ ახლად ცხოვრობთ, ხო? ზოგი მეტნაკლებად შფოთავს, ზოგი მეტნაკლებად თქვათ რაღაცნაირად ალყოსაც უღებს, მაგრამ არიან ძალიან რამდენიმე ჩემს გარშემოც ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ვერც კი წარმოუდგენიათ რა მოხდება და არ იციან როგორ უნდა დახვდნენ ამ ყველაფერს მერე. ანუ ამას ვადა არ აქვს, შეიძლება ითქვას, ხომ? ჯერ არ ვიცით სადამდე მივალთ და როგორ იქნება. შენ როგორ ფიქრობ? ეს სტრესის რაღაცა განსაკუთრებული სახეა თუ ესეც ჩვეულებრივი სტრესია, რომელიც აი როგორც შენ მოყევი, შეგვიძლია ავიღოთ და გადავამბობ. არა, ესეთი მარტივი, რა თქმა უნდა, არ არის ამ სტრესის გადაგდება, მაგრამ მე მინდა პირველ რიგში გაგიზიაროთ, აი როცა ვისტრესებით, სტრესის გადამუშავების სხვადასხვა გზა არსებობს და სხვადასხვა არხი არსებობს, როგორ გადავამუშავებთ სტრესს. შენ რასაც ლაპარაკობ, ნატალია, ძალიან ხშირია, გეთანხმები, ძალიან ბევრი ადამიანი ესეთი დასტრესილია, აი ხა ამბობდი, რომ ძალიან დასტრესილები არიან, იმიტომ რომ არ იციან რა მოხდება ხვალ. სინამდვილეში ამ ადამიანებს დასტრესავს ის, რომ კორონა თუ აი რო ჩავეძიებით არა რა თქმა უნდა რა თქმა უნდა არა კორონა არამედ ის რომ რა იქნება ხვალ ესე იგი მე რისი მეშინია რა იქნება ხვალ მეშინია რისი რომ არ ვიცი რა იქნება ვიცი რომ სამყარო აუცილებლად შეცვლილია და ბუნებრივია მეც მჭირდება რომ შევიცვალო ხო ესე იგი მე რისი მეშინია მე მეშინია ცვლილებებს აი ზუსტად ძალიან კარგად ვთქვი რომ აი სტრესი ეს არის ფაქტიურად ცვლილებების მოთხოვნილება. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს ამ სტრესმეთში შეაჭანჭყარა სამყარო და შეგვაჭანჭყარა ჩვენ ყველა რაღაცა დოზით შეიძლება ეს ჩვენთვის აუცილებელიც იყო. მე პირადად ბევრ რამეზე დავფიქრდი. დავფიქრდი იმაზე, რას ვაკეთებ არასწორად, რა უნდა შევცვალო, რა გავაკეთო სხვანაირად. რაღაცას ყველა ვაკეთებ არასწორად, ხო? თუნდაც ის რომ ვამბობთ, რომ აი რა კარგი ხაერია, ეხლა თბილისში რო გახვალ ეხლა ჩემი სახლიდან მთელი თბილისი ჩანდა, რომ გადავხედავ. ესეთი კამკამაა, ეხლა რომ რა ვიცი, აი თუ ბოლომდე ვხედავ რა ხდება და მანამდე რაღაცა პატარა მანძილზე ჩანდა რა ხდებოდა. და ეხლა აი თუნდაც ეს ამბავი იმ კუთხით რომ მივუდგეთ, რომ ჰაერი როგორ გაიწმინდა და დედამიწამ როგორ ამოისუნთქა, ესე ვთქვათ, თუნდაც ეს არის კარგი და ზუსტად იგივე მდგომარეობაში ვართ ჩვენ. ჩვენ ვართ პატარა სამყარო, ხო? ჩვენ ვართ სამყაროს ნაწილი. და დავინახეთ რა რომ თითოეული ადამიანი რაღაცა დიდის ნაწილია და ჩინეთში რო ვიღაცა მანდარინი თუდად გახდა ჩემზე პირდაპირ აისახება. აქამდე მეგონა რომ მე აქ ვარ ჩემ ნაჭუჭში, ვთქვათ ჩემ უბანში, ჩემ ქალაქში და სულ არ მაღელვებს რა მოხდება იქ. აღმოჩნდა რომ თუნდაც მაღელვებს. იმიტომ რომ იქ რაც ხდება პეპლის ეფექტი მოგეხსენება, პეპელაფრთან დაარხიაო და შემდეგ ფოთოლი, შემდეგ ხე, ტყე, ყველაფერი და სადღაც ცუნამი ამოვარდა და მთელი ქალაქი დაანგრია. ესე რომ ჩვენ როგორ ვცხოვრობთ და როგორ ვიქცევით, მარტო ჩვენზე არ არის. ეს არის სხვა ადამიანებზე თანხმდეს მოქმედება და განსაკუთრებით ჩვენი ოჯახის წევრებზე. მე როგორ ვარ, ეს პირდაპირ აისახება ჩემი ოჯახის წევრებზე. განსაკუთრებით თუ შვილები ყავს პატარა, დედის ქცევა, დედის დაწყობა პირდაპირ პროპორციულად აისახება შვილებზე. შვილი თუ პანიკაშია, შვილთან მუშაობა არ გიდა. დედასთან მუშავე, მიხდები რომ დედისგანაა ეს, დედა კარგად გახდება და ვილით კარგად ხდება. და მე მინდა მეთქვა რომ აი ამ სტრესის გადამუშავების წესები არსებობს, ნატალია, რომელიც სხვადასხვა არხები და მინდა ეს არხები განვიხილო, აი ეხლა რა შეგვიძლია, მაგალითად, უფრო და უფრო ჩაუღრმავდებით და ჩვენ რო გვაქვს და ამაზე ვილაპარაკებ, მაგრამ პირველ რიგში მინდა განვიხილოთ რა არხები არსებობს სტრესის გადამუშავების. აი მე მაგალითად როცა რაღაცა სტრესში ვარ, ძალიან მიყვარს ფეხი ძალიან ბევრ დავდივარ ხოლმე ფეხით და ანჭედობ. ზუსტად ასე ლალი, ჩემნაირი ყოფილხარ შენ. ძალიან მაგარია, ხო? ყოველ დღე 2 საათი დავდივარ ფეხით სწრაფი ნაბიჯით. არაჩვეულებრივია და როცა მით უმეტეს სტრესი გაქვს, ეს სტრესი არის უარყოფითი თუ ეს არის სტრესი დადებითი მნიშვნელობა რა მე მაგალითად ერთხელ ისე მოხდა რომ რაღაც ძალიან კარგი რაღაცა მოხდა, მამ ჩვენი წარმომადგენლობიდან მივიღეთ ძალიან კარგი შეტყობინება და ისეთი სავსე ვიყავი სიფარული და ჩემი ძმა იყო ოფისში მოსული და წაგიყვან სახშიო მითხრა და მე ვთქარი ეხა მე რომ მანქანაში ჩავიჭდე გულიც გამისკდება მეტი რა
ფეხი წამოვალ სახში, რომ ეს ენერგია, რომელიც არ მეტეოდა, ესე ვიყავი, უნდა გამომეშვა და რომ მოვედი სახში უკვე კარგად ვიყავი, აღარ ვიყავი ისე, რომ იმის ჩვენიურად ვწნობდით რა. ესე რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი გზა და ეხა მე და შენ აღმოჩნდა, რომ ქონია არხი, ეს არის სხეულებრივი არხი. როცა სხეულით აკეთებ რაღაცას, იმიტომ რომ ეს სტრესი გადაამუშავო. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური ვარჯიში, ეს შეიძლება იყოს მასაჟი, ეს ჭამაც შედის სხეულებრივში სხვათა შორის. ხო, ზოგიერთი ამ დროს სტრესის დროს ჭამს, ზოგიერთი საერთოდ არ ჭამს, ხო? და ძალიან კარგია ვიღაცა მიწასთან მუშაობს, აი იდეალურია, ეს ენერგეტიკულად ძალიან კარგია და ჩვენთვის ძალიან კარგია. ესე იგი სხეულებრივი, გავიგეთ, რომ ერთი არხი არის სხეულებრივი. აი კიდე რომელი არხები არსებობს, ნატალია, აი რას აკეთებია? მაგალითად, სტრესის დროს. ჩემთვის, ანუ მე კითხვას მისვავ ახლა შენ? ხო, შენ გისვა. ჩემთვის კიდე რა გზა გაქვს? კი, მე გეტყვი რას ვაკეთებ ამ პერიოდში, რაც მოკლედ ეს ამბავია. ყოველ დღე მიუხედავად ყველაფრისა, ყოველ დღე 2 საათი დავდივარ ქუჩაში, ანუ ვაკის პარკთან ვცხოვრობ, ოღონდ შიგნით ვაკის პარკში უფრო არა, ზევიდან გადავდივარ, სანაევის ბილიკები რო ქვია, იქიდან ავდივარ, მერე ლოკომოტივზე ჩავდივარ, მერე ლოკომოტივს და უტყავწრებ და მერე მოვდივარ. ვინმესთან ერთად მარტო არასდროს არა ვარ. ამას ვაკეთებ. ზოგადად მახასიათებდა და ახლა უფრო მძაფრად მაქვს ის, რომ თუ სახლში ვარ და ვალაგებ ამას სიმღერით და ცეკვით ვაკეთებ. ამას ჩემი ოჯახის წევრები მიჩვეულები არიან, მაგრამ ეხლა იმდენად გამძაფრებული მაქვს ეთქობა ეს, რომ უკვე შიშისალით მიყურებენ. ძალიან დიდი რატო ჩაუწიემეთ სატანახად შეგვიძლია, რა თქმა უნდა. და ვუყურებ საკმაოდ პირიქით ხო ამბობს რომ პირიქით უნდა უყურონ რაღაცა სასიყვარულო ფილმს ან რაღაცას ან წიგნს ეგეთ. არა, მე უფრო მძაფრებს ვკითხულობ და ვუყურებ რომ მივხვდე რომ მე უკეთ მდგომარეობაში ვარ. ხო ხტები? ამას ვაკეთებ და ძალიან ბევრს ვწერ. გადასწარები. წერ, ბევრს. მოკლედ ესე იგი შენთან ყოფილა მეორე არხი. მეორე წამყვანი, ეს იგი პირველი ხო გავიგეთ რომ ფიზიკური, მეორე ყოფილა ფანტაზიის არხის წამყვანი, რომელშიც შედის წარმოსახვა, შემოქმედება, იუმორი, აი ყველაფერი შეიძლება ჩამოთვალე, ანუ სიმღერა ცეკვა შემოქმედება, კი ბატონო, ეს როცა წერე, ესეც, ну, იმიტომ რომ გჭირდება რომ რაღაცა იფიქრო, რაღაცები გაიაზრო და წერო და წარმოსახვა, ხო? რაღაცებს და ამ ფილმებში სტურება, ეგ ყველაფერი შედის, ну, აი ამ არა აი ეს ცეკვა და სიმღერა ეს არის ფანტაზიის არხი და ეს იგი მეორე წამყვანი შენგან ეს ფანტაზიის არხი და მესამე როცა შენ წერ და როცა შენ აზროვნებ ამას ქვია კოგნიტური არხი ანუ ჭკუა როცა მოდის წინა პლანზე ვადგენ გეგმებს რაღაცას წერ რაღაცას ვიაზრებ შეიძლება გავიაზრო ის რომ აი რა ხდება ხა მე რა შემილია გამოკეთო და აი ამისთვის როგორ მოვიქცე ან თუნდაც საერთოდ აზრებში გადამარ ხო კი, მე ვაკეთებ ერთგვარ ასე დავარქვი ამას კორონავირუსის დროს საკითხავი და ჩემ მეგობრებს უგზავნი მე ამ ნაწერებს. ძალიან ბევრი მეუბნება რომ აი ისე მეხმარება, ისე გელოდები, ისე მჭირდება ეს ყველაფერი. ანუ ერთგვარ გადაფასებას ვერ ვიტყვი ძალიან მაღალი სიტყვა, თუმცა ეს შინაგანად ყველა ადამიანში ალბათ ჩემში პირადად რაც იყო, ამას ესე რაღაცნაირად ლამაზად ვულაგებ ყველა იმ ადამიანს და აი პატარ-პატარა რაღაცა აბებივით ვუგზავნი წასაკითხებს, რომ კარგად იყო. მეც გამომიგზავნე ხოლმე რა, მიყვარს ესეთი რაღაც. გამოგიგზავნე აუცილებლად. კარგი შევხარხოდით. მოკლედ ესე იგი უკვე ჩვენ სამი არხი ვიპოვეთ. რითიც ხდება სტრესის გადამუშავება. კიდევ რითი ხდება სტრესის გადამუშავება. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ეს ემოციონალური არხი ქვია, ამას გრძნობით ლაპარაკობს, ტირის, ყვირის, განცდებს გამოხატავს. ვიღაცისთვის ეს არის წამყვანი, ხო? მესამე არხი ეს არის წმენა და რწმუნებულებები. ეხლა მოგეხსენება აკრძალულია ეკლესიებში სიარული, ხო, მაგრამ ადამიანებს ყველა წმენა აქვს და მათთვის აუცილებელია შეხება ეკლესიასთან, იმიტომ რომ თვლიან რომ აი მარტო ეს დაიცავ. და მე თუ ეს წმენა მაქვს, ეს ჩემია, ჩემი
სტრესის გადამუშავების ერთ-ერთი საშუალება. ვიღაცას აქვს რწმუნებულება, მაგალითად, რაღაცა ნიშანი, რომ დღეს თუ გავიღვიძე და ჩიტის ჭიკმა გამაღვიძა, სიტყვაზე დღეს მე კარგი დღე მექნება. და ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ რწმუნებულებებს ზოგჯერ, კატამ გადამიარა და გუგია და არ გადადიოდა, ხო, ამ იმაზე. კატის გავლენით. ესეც არის რწმუნებულება. და სტრესის გადამუშავების რწმუნებულება ნიშნებს აკეთებენ ძალიან დიდ ყურადღებას და მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ მარჯვენა ფეხი ჩამოვუდგეთ, ეს კარგი დღე მექნება, ვიღაცისთვის ეს არის მნიშვნელოვანი. ეს კი მესამე არხი, ეს არის რწმენა და რწმუნებულებები, ეს იქნება რელიგია, თუ ეს იქნება რწმენა მნიშვნელობა არ აქვს, და რწმენასთან კავშირში. და ესე იგი განვიხილეთ ჩვენ პირველი ეს არის ემოციონალური არხი, სადაც გრძნობა, ლაპარაკი, ტირილი, ყვირილი, რა ვიცი, ემოციის გამოხატვა. მეორე ეს არის კოგნიტური არხი, როცა წინგოდის ჭკუა, რაღაცა წერ, გეგმა, ფიქრობ, ვიაზრებ, თუნდაც ის ამბავი რომ მოხდება, უნდა გადავხარშო, გავიაზრო, მით რომ გავაკეთო დასწრები და ერთ-ერთი მთავარი, სხვათა შორის არხი, დღეს რაც ძალიან წინ წამოვიდა, აღმოჩნდა რომ ეს არის სოციუმი, სოციალური სფერო, კომუნიკაცია და აი ხა შენ რასაც აკეთებ, მაგას მოკლედ ყველა არხს იყენებ შენ, მინდა გითხრათ ჩემო ნატალია, ეს საზოგადოებრივი დატვირთვა. საზოგადოებრივი დატვირთვა, როცა მე რაღაცას ვაკეთებ სხვა ადამიანებისთვის. აი ახლა რასაც მე და შენ ვაკეთებთ, ესეც ვაკეთებთ ადამიანებისთვის და ესეც კარგია იმ ადამიანებისთვის, მაგრამ ჩვენთვისაც ძალიან, აი ჩემთვის ძალიან კარგია, როცა მე საშუალება მაქვს, რომ ადამიანებს რაღაცი დავეხმარო და ეს აი ჩემთვის მე სტრესს მიხსნის. ის როცა ვეხმარები ადამიანებს. ანუ კომუნიკაცია, ეგ მეგობრებს დაურეკავს, სკაიპით დაურეკავს, ტელეფონით დაურეკავს, ოჯახის წევრებს ვეკონტაქტებ მნიშვნელობა არ აქვს. ეს კი ეს არის მეოთხე სოციალური სფერო, კომუნიკაცია ადამიანებთან და საზოგადოებრივი დატვირთვა. მერე არის სხეული, ეს კი სხეულებრივი არხი, ვილაპარაკეთ ამაზე, რომ ფიზიკური ვარჯიში, მასაჟი, ჭამა, რა ვიცი, რაც მოგვეხერხება მიწაზე მუშაობა, ეს არის სტრესის გადამუშავების ერთ-ერთი საუკეთესო და წარმოსახვა, ანუ ფანტაზიის არხი, რომელშიც შედის შემოქმედება, არაჩვეულებრივად მუშაობს ხატვა, მინდა გითხრათ, მნიშვნელობა არ აქვს, ხატავთ, არ ხატავთ, ძალიან კარგად მუშაობს. წარმოსახვა, რაღაცეების იუმორი შედის ამაში. და აი ეს 6 არხი აქვს ადამიანებს სტრესის გადამუშავების. ჩვენ ეს პატარა სავარჯიშოდ შეგვიძლია გავაკეთოთ, შემდეგ დაფიქრდით, აი რომელია თქვენი პირადესი არხი, რომელს იყენებ და რომელს საერთოდ არ იყენებ და რომელსაც არ იყენებ, ეცადეთ რომ 6 არხი იყოს ჩართული, რა თქმა უნდა, ეს უპირატესი არხები ახლა მე და ნატალიას აღმოჩნდა რომ ფიზიკური გვაქვს და შემდეგ ჩემთანაც ფათაშორის მიდის ეს წარმოსახვა ფანტაზიის არხი და შეიძლება ყველა სხვადასხვა, მაგრამ ვეცადოთ რომ აი მაქსიმალურად ჩავთოთ ეს 6 სფერო. როცა 6 სფერო ჩართულია, სტრესის გადატანა უფრო გვიადვილდება და არსებობს კიდევ ასეთი ტექნიკა. მე მინდა ჩვენი საუბარი, მარტო საუბარი არ იყოს და მინდა მოხდეს ინსტრუმენტები, რომლის საშუალებითაც ჩვენ აი უფრო კარგად შეგვიძლია სტრესს გავუმკლავდეთ და არის ესეთი, როცა არ ვიცით სად ვიპოვოთ ის ძალები, რითაც სტრესს გავუმკლავდებით, ჩავუყრმავდეთ შინაგან სამყაროს და ვიპოვოთ მასში დამაგრული რესურსები და ამისთვის არსებობს ერთ-ერთი ტექნიკა, რომელსაც ქვია ინვენტარიზაცია. და ის, ესე შეიძლება გააკეთოთ. თვითონ თქვენთან ჩვენი საუბრის დამთავრების მერე შეგიძლიათ ეს ტექნიკა გამოიყენოთ და მე ვიტყვით, რომ ძალიან კარგად მუშაობს, ჩემთვის მაგალითად და მე ვისთანაც მუშაობ იმ ადამიანებთან, ვიცი რომ კარგად მუშაობს. ეს არის პირველი, ჩამოვწეროთ ჩემი საუკეთესო მხარეები. მხარეები, რომლებიც მე მომწონს. მეორე, ჩემი ნიჭები და ტალანტები. აი ნატალია წერს თუ მე პატარ-პატარა ამბებს დაგზავნე და ისედაც ვიცი რომ ამ სფეროში ნიჭიერი ადამიანია. შეიძლება ეს იყოს ჩემი თბილის კეთების უნარი, არ ვიცი, მობძებნო ის ნიჭები და ტალანტები, რაც მე კარგად გამომდის და რითიც მე ვამაყობ. შეიძლება ვიღაცა თulis რომ მე საერთოდაც არ გამომდის, მე ამაყება, იმიტომ რომ ეს გამომდის. დავფიქრდე რა არის ის, რითიც მე ვამაყობ. ეს არის მეორე და მესამე ჩემი მიღწევები. ის მიღწევები, რომლებიც შეიძლება ძალიან უმნიშვნელო იყოს, თუნდაც ის, რომ მე შემიძლია ავდგე დილით 7 საათზე, ჩემ თავზე ვლაპარაკობ და ვთქვი, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, როცა მე ამას ვახერხებ და ჩემთვისაც ვერ ვახერხებ, ხო? და აი თუ მოვახერხებ ამას უფრო ხშირად, ჩავთვლი, რომ ეს ჩემი ძალიან დიდი მიღწევა. აი ეს ყველაფერი, ხო, როცა ამას დავფიქრდები და გადავხედავ,
აღმოჩნდება, რომ ეს არის ჩემი რესურსები, რომელიც მე შემილია ამ სტრესის გადამუშავების დროს გამოვიყენო და აი ძალიან კარგი სავარჯიშოა და ამაზე საფიქრალსაც ბევრს მოგცემს და ძალიან ბევრი რამისთვის არის ძალიან კარგი. ეხლა ჩვენ მე მინდა აი ხო, კი გისმენ ნატალია. იცი რა, მე მინდა რომ ჩვენ მსმენელს შევახსენო უბრალოდ რაღაცა გაგვიგრძელდა ძალიან საინტერესოდ საუბარი, მაგრამ მე მინდა ვინ ჩვენ ახლა გვისმენს და ძალიან საინტერესო თემებზე ვსაუბრობთ ქალბატონ ლალისთან ერთად, შევახსენო რომ რადიო პოზიტივის სტუმარი ბიზნეს პოზიტივის სტუმარი გახლავთ ქალბატონი ლალი ბადრიძე, რომელიც არის პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი და აგრეთვე კოუჩინგის საერთო ფედერაციის წევრი. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ვსაუბრობთ და გავაგრძელოთ ახლა საუბარი. ქალბატონმა ლალიმ ფაქტობრივად აი ესე ჩამოგვიყალიბა და დაწყვილებით გვითხრა სტრესთან ბრძოლის 6 გზა, რაც არსებობს, რაც ბრძოლის არა, გადამუშავების ბრძოლა არ უყვარს, ბრძოლა არ გვიყვარს, კი, გამახსენდა რომ ეს სიტყვა არ უყვარს ქალბატონ ლალის და ჩვენ ვისაუბრეთ აგრეთვე იმაზე, უფრო სწორედ დავიწყეთ ახლა საუბარი იმაზე, თქვათ რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა ამისთვის. ვინ რა რესურსი უნდა გამოიყენოს, სწორად ვამბობ ქალბატონ. კი, რა თქმა უნდა. კი, ვინ რა რესურსი უნდა გამოიყენოს და მე მგონი ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვის, ძვირფასო რადიო მსმენელებო, ვინც დღეს გვისმენთ, ვინც ახლა ჩაგვერთო, შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ ხვალ უკვე დღის 3 საათიდან უყუროთ კიდეც ჩვენს გადაცემას და უფრო ყურადღებით მოусმინოთ. მოკლედ ვაგრძელებთ საუბარს ქალბატონ ლალით. მე მინდა ახლა გადავიდე სტრესის მექანიზმზე და კიდევ ერთხელ ვილაპარაკო აი ზუსტად ხაშენთლილებს ვილაპარაკო და აი მაგაზე მინდა ვილაპარაკო რომ რა სტრესი ეს არის რაღაცის მოქმედება ორგანიზმზე, ეს არის საპასუხო რეაქცია, როცა ორგანიზმი შეიმუშავებს რეაქციას იმისათვის, რომ ადაპტირდეს შეცვლილი გარემო პირობების მიმართ. რა არის ახლა? აი შეიცვალა ხო გარემო ძალიან და მე არ მინდა რომ შევიცვალო, მე მინდა ისევ ვიცხოვრო, როგორც ცხოვრობდი. აქ არ არის ლაპარაკი მარტო კორონაზე, აი ნებისმიერ სიტუაციაში რატო გვაქვს ხოლმე სტრესი, ხო? რაღაცები შეიცვალა, მე შეცვალა არ მინდა რომ ისე გავაგრძელო, მაგრამ არ გამოდის. მე მაგალითად ხო ძალიან მიჭირდა ყოველთვის აი ეს ონლაინ ლექციების ჩატარება და სულ ეცინაამდეგობდი ვიძახოდი არა მირჩევნია ცოცხლად. ეხლა როცა სიტუაცია შეიცვალა, იძულებული გავხდი რომ გამოვიყენო ეს ტექნოლოგიები და ვიძახოდი ამას რამასწავლის მეტყვი და მშვენივრად ვისწავლე და მშვენივრად ვახერხებ მინდა გითხრათ, ანუ სხვა შემთხვევაში მე რო არ ადაპტირებულიყავი და მე რო არ შევფლილიყავი, ხო დავისტრესებოდი, ხო? ჩემ შეულ საქმიანობას ვეღარ გავაგრძელებდი. იგი რა მოხდა? მე იძულებული გავხდი რომ შევფლილიყავი. გარემო შეიცვალა, მეც შევიცვალე. და აღარა ვარ სტრესში, იმიტომ რომ ფაქტიურად მე ჩემ გასაკეთებელ საქმეს ვაკეთებ. თუ და აი ხშირად რატოა ხოლმე აი ოჯახები რო იქნება, ხო? და ძალიან დიდი უსიამოვნებები აქვს ხოლმე ახალგაზრდა წყვილებს. რატო? იმიტომ რომ მე გადავდივარ აბსოლუტურად სხვა გარემოში, აბსოლუტურად სხვა სიტუაციაში, რომელიც სხვა რეალობაა, სხვა ოჯახია, სხვა წესებია, სხვა კულტურაა და ეს ითხოვს ჩემგან რომ მე უნდა შევიცვალო, ან ისინი უნდა შევიცვალო. ხო, გარემო უნდა ორი ვარიანტია, რო არ დავისტრესო, ხო? ან უნდა შეიცვალოს გარემო, ან უნდა შევიცვალო მე. როგორც წესი გარემოს შეცვლა ჩვენგან ცოტა რთულია ხოლმე და ჯადოსნური ჯოქი არ მაქვს დაუქნიო და ჩემს დედაფილი შევცვალო სიტყვაზე. თუ მე ეს არ მაწყობს, არ მომწონს, მე უნდა შევიცვალო. ხო, ბუნებრივია. და ამას ახალგაზრდა ვერ ხდებოდი და ეხლა კი ხდები. რამდენი შეცდომა მაქვს ცხოვრებაში დაშვებული ძალიან ბევრი. როცა სულ მარტივად შემეძლო რაღაცა პრობლემების გადაჭრა, იმით რომ მე რაღაცები შემეცვალო ჩემ თავში, მაგრამ მე ამ დროს სინამდვილეში ჩემ თავს ძალიან ბევრ რამეს უშავებდი. ესე რომ აი ხა შეიცვალა გარემო, ხო აი რა ვქნა, ჩაკეტილები ვართ, სხვა გზა არა გვაქვს. აგერ ნატალია თუ ახერხებ 2 საათის სიარულს, რა პრობლემაა 6 საათზე გამოდი კაცი შვილი არ არის ქუჩაში. იარე. ხო, თუ გარემოსთან ურთიერთობის სურვილი გაქვს. ნებისმიერ სადაც გინდა ცხოვრობდე, ხო? თუ მით უმეტეს ახლა ბახთან და იმასთან ახლო ხარ, მაგას რა ჯუბიოთ, თორე და 6 საათზე
უკვე ნებადართულია გარეთ გასვლა, გამოდი იარე, დახარჯე ეს ენერგია, თუ არა და მოიფიქრე ისეთი რამე, რასაც სახში გავს, ფილმები მიყვარს, ფილმებს უყურო. ანუ მე შევიცვალო, შევცვალო ჩემი ცხოვრების წესი. სხვანაირად არ გამოვა. სტრესი ეს არის ცვლილებების მოთხოვნილება, კიდე ერთხელ გავიმეორებ და მთავარი რა არის, ჩვენ არ ვიცით ძალიან ხშირად რა უნდა, როგორ შევიცვალოთ და უამრავი ტექნიკა არსებობს და ძალიან ხშირად არ ვიცით რა შევცვალოთ რა. მეტი ვერ ხვდები ის განცდები, რომლებიც მე მეუფლება, ხო? ეს არის სტრესზე რეაქცია. სტრესის მართვა, აი სტრესი რო შევიცვალოთ, კარგად უნდა ვიცნობდეთ საკუთარ სხეულს და საკუთარ ფსიქოლოგიას. და მე მინდა თქვა, რომ არსებულ აი სტრესი ითვლებოდა ადრე ესე განმარტებოდა ფსიქოლოგიაში, რომ ეს სტრესი როცა არის, ეს არის ან რეაქცია სხეულის, ან გაიქეცი, ან შეებრძოლე. ორი ვარიანტიაო. მაგრამ მე ვთვლი, რომ თანამედროვე სამყაროში ესე აღარ არის მარტო დათვის შემდგარ, ან შევებრძოლე ვოკალი, ან მომკლა, ან გავიქეცი, ხო? ორი ვარიანტი მქონდა და ეხლა როცა მე სიტყვაზე უფროსთან მომივიდა კამათი. შევეწინააღმდეგე და გაუწიე და შევებრძოლე, შეიძლება ისეთი ცუდი შედეგი მოყოს, ამას რომ საერთოდ დამანგრიოს. მეორე გავეცალე, წავედი და სამსახური დავტოვე, უკან იმდენი ბანკის კრედიტები მაქვს, რომ ამ დატოვებამ შეიძლება ეს სტრესი ჩამაგდოს, რომ საერთოდ ვერ გამოვიდე მდგომარეობიდან, ხო? ამ დროს უნდა რაღაცა მესამე ვიპოვო, რომ როგორ მოვიქცე ისე, რომ არ დავინგრე. და პირველი რაც უნდა ვიცოდეთ, ეს არის რა განცდა, რა ემოცია, რომელიც განწყობას მიწვლის. არის ეს ბრაზი, არის ეს გაყვირება, არის ეს გაურკვევო, ნუ რა არის ეს? აი, უნდა გავარკვიო რა განცდა და რა ემოცია გვიწვლის განწყობას. მეორე, დავაკვირდე რა ქმედებებზე მიჩნდება ეს ემოციები. აი, რა არის ის, რაც ამ ჩემი ემოციებს იწვევს. და როცა ამას ვარკვევ, ესე იგი ვარკვევ, რომ რა განცდა და რა ემოცია მიჩნდეს განწყობას და მეორე, რა ქმედებაზე მიჩნდება ეს ემოცია, უკვე პოულობ სტრესის მიზეზს და უკვე შემილია სტრესის მიზეზებზე ვიმოქმედო, ხო? როცა შეიძლება ეს ისეთი რამე აღმოჩნდეს მე რომ ერთოდაც გაყვირებული დავჭერო აიდან გამოდგა ეს მე ვთვლი რომ სტრესი ეს არის მოსამზადებელი ვარჯიში რომელიც საშუალებას გვაძლევს გავარკვიოთ როგორი რეაქციებია როგორი უბრალოდ გავარკვიოთ საკუთარი რეაქციები და ის გარემოებები რომლებიც ამ რეაქციებს იწვევს ესე რომ ჩვენ ახლა ძალიან ბევრი დრო გვაქვს და საკმაოდ ბევრი სტრესები ამაში ავერკვეთ და სტრესს აქვს გამოვლენის სხვადასხვა დონეები. ეს არის ინტელექტი, ფიქრები, აზრები. მეორე ეს არის ემოციებში გადადის. რაღაცა ვიფიქრე, გავიაზრე და ადამიანის ემოციებში ანუ რა ემოცია მეუფლება და მე ეს არის უკვე ფიზიკური დონე. და ფიზიკური დონეში გამოიხატება, გვინდა არ გვიდის და აი შენ შეიძლება დაკვირვებული არ ახარ გვეჭიმება ჩვენ სხეულის რაღაცა ნაწილში კუნთები. მე ხშირად ვამბობ რომ აი როცა ვწვევი, მე თვითონ ესე ვაკეთებ, რომ ვწვევი, აი წევარ ხო და უცებ დავაკვირდები ჩემთან დაბარა და ვცდილობ რომ მოვდუნდე, მოვეშვა, რომ ეს კუნთები გავუშვა, გავანთავისუფლო. სხვადასხვა ადგილები ეჭიმებათ ადამიანს. ზოგჯერ ყველა სხვადასხვა მე მაგალითად მე თვითონ არასოდეს არ დავკვირვებ ვარ, მაგრამ წლების განმავლობაში აი რაღაცას როცა ვსაუბრობ ან ზივარანყვები ან რაღაცას ვაკეთებ, ჩემ მეუღლეს ხშირად უთქვას, რომ ნატო ფეხები ნუ გაქვს დაჭიმული. ანუ ეთყობა მეტყობა, რომ ეს ფეხები მაქვს დაჭიმული და ნუ ჩემი მეუღლის პირველი პროფესიაც ფსიქოლოგი და ეთყობა ამას ხდებოდა ხოლმე წლების წინ და ფეხები გაქვს დაჭიმული, დამშვიდი, დაწყნარდი, დაჯიქი წესიერად, რა გაქვს სანერვიული. ანუ ეთყობა ძალიან ძაბავდი, ხო, ყველას თავისებურად აქვს ეს გამოხატულება, რაც ძალიან მიხვედრილი მეუღლე ყოლია და მithmetes ახლა პროფესია ეთყობა თავისას მაინც აკეთებს. აი ზუსტად ის დაჭიმულობა და რა ხდება იცი როცა მე შემიძლია მოვუნება და როცა მოვადუნებ სხეულის იმ ნაწილს რომელიც მაქვს დაჭიმული რაღაცნაირად ეს სტრესი რბილდება და უკვე სხეული თulis რომ ესე იგი მოდუნდა სხეული და მე სტრესი აღარ მაქვს მე შემიძლია რომ თავისუფალი ვიყო ესე იგი აღარ არის საჭირო რომ ვიყო და ნელა მიდის და ეს ფათაშორის შეისწავლა იყო ესეთი გერმანელი ფსიქოლოგი ვილჰელმ რაიხი და ამ მოვლენას უწოდა კუნთოვანი ჯავშანი
და ზუსტად არსებობს ძალიან ბევრი სავარჯიშო, როგორ მოვუწოდეთ, როგორ მოვაწოდოთ ეს ჩვენი კუნთები. ერთ-ერთი არის ეს კუნთქვას ვამოწმობ რა, ძალიან მარტივი სავარჯიშოა, ჩავისუნთქე ცხვირით, ჩავისუნთქეთ მაქსიმალურად ღრმად, ჩავისუნთქე მაქსიმალურად ღრმად, გავაჩერე 1 წუთი, კუნთქვა, საერთოდ გავაჩერე და მერე პირით ამოუშვი ძალიან ნელა, რაც შეიძლება ნელა და ძალიან კარგად მუშაობს. ამას მე ხარ შემშვილებს ყოველთვის ვასწავლი ხოლმე რომ ღრმად და ამ სავარჯიშოს ერთხელ ვარ ძალიან გაცეცხლებული, გამწარებული, მოკლედ ნაპეწკლებს ვისვრი, ადგილს ვეპოულობ, დავდივარ აქეთიკინ და ჩემი პატარა მოვიდა და მეუბნება რომ დედა, ეხლა შენ ამახარ მათ ჩაისუნთქეო. ჩავისუნთქვა არა მე ხა ისე მაგ ნერვები როგორ გასა შენ წასწავლეო რომ ჩაისუნთქეო და იცი რა სტრესის დროს ძალიან გამახიზიანებელია ხოლმე როცა გეუნდებიან რომ აბა ჩაისუნთქე და აი მივხვდი ზუსტად მე როგორ და მე უკვე გავიაზრე. საერთოდ სტრესის დროს ვატყობ რომ ძალიან გამაღიზიანებელია, როდესაც რაღაცას აი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მით უმეტეს ახალგაზრდობაში, როდესაც შემოვიდი, უკვე სტუდენტობის შემდგომ პერიოდში მე ძალიან სრულად რადიკალური პროფესია აქვს ტელევიზიაში მუშაობს, ისიც მრავალი წელია, მაგრამ მაშინ, როდესაც ამ ფსიქოლოგიში სულ მეუბნეოდა ხოლმე ხო აი რაღაცას რომ ისწავლი და ამ დროს რომ რაღაც კარგი საკავს, გვერდით ახალგაზრდა ხარ და შენც ახალგაზრდა მეურო ყველაფერს და მე მახსოვს როგორ ვცდილობდი ამას და მეუბნეოდი რომ რაღაცა სახელმძღვანელო მაგალითებით ვერაყარაკები არ ვარ. ანუ ის ყველაფერს ვცდილობდი ხოლმე რომ ჩემზე გადმოეტანა. ცოცხალ ექსპერიმენტის სახით ვიყავი და სულ მეუბნეოდი რომ არ ვარ მე სახელმძღვანელო მაგალითი დავანებავ. ხო და წლების მერე მივხვდი რომ ზუსტად იგივე შერასაც ამ ჩასუნთქვა ამოსუნთქვაზე ამ დაძაბულობაზე აი რაღაცა მართალია, მართლაც ესია და ის შეცდომებიც კი, რომელიც მაშინ დაგვიშვია დღეს რო უყურებ მეცინება, რამდენად ადვილად და მარტივად შემეცო ყველაფრის გადავახვა. ხო, გეთანხმები და გავაგრძელებ ამ ისტორიას. არ უჯერებ მაგდროს. ხო, გავაგრძელებ ამ ისტორიას, რომ მე შემოხვა და კაი ვაჩი მივყარი, ახლა ჩავისუნთქავ და დავიწყე მართლა ამ სავარჯიშოს გაკეთება 5 ჯერ უნდა გაიმეორო და ისე მეხსნა და ისე ამოვისუნთქე და ისე გავიაზრე ყველაფერი და ისეთი კარგი იყო რომ მივხვდი რომ მართლა ძალიან კარგია და მოდუნება კიდევ აი რა ვიცი ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ მოდუნება რომ ეს კუთხოვანი ჯავშანი მოვიცილოთ ხოლმე ძალიან კარგად მუშაობს ღამე დილით წინ როცა დაწვევი დააკავები რა ადგილი მაქვს დაჭიმული რა ადგილას არის ეს კუნთები არის დაძაბული ძალიან და მაშინ ძალიან თუდად ჩვენ ვერ ვწევით მაგრამ არა ვარ ხო აი ჩვენი სხეული თუდად ორჯინალ და მოვეშვათ მაქსიმალურად მე რომ ვიცი ხო ეს თეორიები მაგრამ ღამე ყოველთვის ვფიქრობ აბა ეხა როგორ ავარ და აღმოვაჩენ ხომ რომ ძალიან ხშირად კისერი მაქვს დაჭიმული და აი ეს კუნთოვანი ირის მიდამოები და ხო გაგიგია ესეთი გამოთქვა რომ კრიჭა შეეკრა აი ზუსტადაც ვარი ხოლმე რომ გაბრაზებიდან პირზე აჭერენ რომ დანა პირს არ უხსნის ფოტოშოპის ეს ჩვენი გამონათქვამები ისე ზუსტად ასახავს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას დანა რომ დაარტყა სისხლი არ გადმოუვა რომ ისეთი შეკუმშულია კუნთები და ისეა მთელი სხეული დაძაბული რომ მართლა რომ დაარტყა დანა მართლა სისხლი არ გადმოუვა ეს პირდაპირ კავშირში ამ სხეულებრივ ჯავშანთან ერთ-ერთი საშუალებაც ვაი მოვეშვა ვეცადო და ერთ სავარჯიშოს გასწავლით კიდე ძალიან კარგად მუშაობს ეს ჩასუნთქვა ამოსუნთქვა ხო თავისთავად ფეხები დავდგათ მხრების ციგანებზე და ჩამოვეკიდოთ თავი და ხელები გადავიხაროთ წინ და როგორც აი ძონძის თოჯინა ესე ჩამოვკიდოთ ხელები და თავი და მაქსიმალურად გავანთავისუფლოთ ეს ჩვენი თავი სხეული აი ქანქარასავით რო ქანაობდეს ხელები თავი ისე ცოტა ხანი და ესეც შეგვიძლია რამდენჯერმე გავიმეოროთ რომ გამთავისუფლდეთ ამ დაძაბულობისგან ამ კუნთოვანი დაძაბულობა მოვიხსნათ ესე ძალიან კარგად მუშაობს და კიდე რა არის ახლა მნიშვნელოვანი სტრესთან ჩვენი ერთობისთვის ეს არის ჩვენი დამოკიდებულება როგორ ვარ მე განწყობილი სტრესის მიმართ და საერთოდ როგორი ტიპი ვარ ოპტიმისტი ვარ პესიმისტი ვარ ოპტიმისტურად უყურებ ეს რაღაცა საკითხს რომელიც შემზე მოქმედებს მე რა ვთქვით რომ სტრესი არის ის სიტუაცია მაშინ ჩდება როცა მე იმის შეცვლა არ შემიცვლია რაც ხდება და არც იმის უნარი არა მაგრამ მე შევწვალო ხო და
თუ მე შემიძლია დავინახო პრობლემაში შესაძლებლობა, ყველა პრობლემაში არის რაღაცა შესაძლებლობა. ესე ფიქრობ ოპტიმისტი ადამიანი. თუ მე შესაძლებლობაში ხედავ პრობლემას, ესე ფიქრობ პესიმისტი ადამიანი და ჩემზეა დამოკიდებული, როგორ აღვიქვა ამას. ეს პატარა ამბავს მოგიყვებით. მოკლედ გააგზავნეს დღევანდელი ახლა დისტრიბუტორები ქვია ახლა, ორი ადამიანი ერთ კუნძულზე, ფეხსაცმელების ფაბრიკა, რომ უნდა რომ თავის ფეხსაცმელები გაყიდოთ და გააგზავნოთ ამ კუნძულზე, რომ მოკლედო, ნახეთო რა სიტუაცია შეაფასეთ და მოგწერეთო. მოდის ერთი დეპეშა და წერს ერთ-ერთი რომ საშინელი სიტუაციაა, აქ ჩვენ შემოსვლას აზრი არ აქვს, ყველა ფეხშველად ადიდო. აზრი არ აქვს. მოდის მეორე დეპეშა. ასწრაფოდ გამომიგზავნეს ფეხსაცმელების დიდი პარტია, არაჩვეულებრივი შესაძლებლობებია, აქ ყველა ფეხშველად ადიდო. ანუ ერთი და იგივე ამბავი, როგორ უდგებიან ადამიანები და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სტრესი რა არის? ხო, სტრესორები, ის რაღაცები, რაც ჩვენზე მოქმედებს და ჩვენი დამოკიდებულება ამ სტრესორების მიმართ. ეხლა ამას იმედია, საჭმელი და დამეწვა რა ხშირად მემატება გადავერტებო რაღაც წერა კითხვაში. ხო, და დამეწვა საჭმელი და რა ვქნა ხა დამეწვა თავიდან გავაკეთებ, საერთოდ ამ მქონდა რეაქცია. ჩემი ქმრისთვის ეს ისეთი ტრაგედია იყო და ისეთი სტრესი მიიღო, რომ ისე შიოდა, რომ აი არ ვიცი, ერთი და იგივე ამბავმა მე ჩვენიურად ვიყავი და ის ისეთ შოკში ჩააგდო, რომ რა ვიცი, ჭკუაზე არის. და კიდევ ერთი რომ უნდა დავფიქრდე, რომ რატომ აქვს მე ამასთან ესათვის დამოკიდებულება. ჩემი მეგობარი აკეთებს ძალიან კარგ მურაბას და ხშირად ვთქვი ხოლმე ამაყავს არაჩვეულებრივ მურაბებს აკეთებს და სულ მაღაზიანებს და ეს ამა პიტაბრი ვისტრესებოდი რა ის რომ თავი მურაბებს და ლაპარაკობდა და მე დავფიქრდი რომ კაცო მე რატომ მაღაზიანებდეს იცი რომ ესე არაჩვეულებრივ მურაბებს აკეთებს და რო ყვება რომ ვარდის მურაბა გავაკეთე და ის გავაკეთე და ესე გავაკეთე და სპეციალური თასი მაქვს და მე დავფიქრდი რომ რაზე იყო ეს დამოკიდებული აღმოჩნდა რომ ეს არაფერ კავშირში არ იყო იმასთან რომ ეს მურაბებს აკეთებს უბრალოდ მე ვარ ძალიან ცუდი კულინარი და ეს მახსენებდა რომ მე ცუდი კულინარი ვარ და ჩემ თვითშეფასებას ძალიან დამლაწევდა. იგი ჩემი პრობლემა მის მურაბებთან კი არ იყო, ჩემ თვითშეფასებასთან იყო. რა თქმა უნდა, როგორც კი ამას მივხვდი, არაჩვეულებრივად ისმენ ხა და მივირთმევ კიდევაც მის დამზადებული მურაბებს და უბრალოდ ამას ხა იუმორით უყურებ და საერთოდ აღარ არის ჩემი აი პრობლემა. და რა ვიცი, როგორი დამოკიდებულება მაქვს აი სტრესორთან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ჩვენ თუ გვაქვს ხა დრო და თუ რეკლამაზე არ გავდივარ, კი ბატონო. მაგასაც ვიტყვი, რომ სტრესორების სამი კატეგორია. აუცილებლად. ხო, არსებობს სამი კატეგორია. ეს არის პირველი სტრესორები, რომლებიც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, აი როგორც არის ახლა მაგალითად პანდემია, ეს კორონავირუსი, ბუნება, ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მე ვერაფერს ვერ ვიგავ ის შემთხვევა. რა თქმა უნდა. მეორე კატეგორია ეს არის ისეთი სტრესორები, რომლებიც მართლაც შემილია. ეს არის ჩემი წევები, ჩემი მიზნები, ჩემი აზრები. ხო, ამისი მართლა შემილია, ბუნებრივია, მე თუ მაღაზიანებ, მაგალითად მე მქონდა მიზანი, რომ მინდა რომ გავფრინდე კოსმოსში, ეს არის ჩემი მიზანი და ეს მე მაღაზიანებ, ამას ვერ ვახერხებ. ჩემზეა დამოკიდებული, ხო შევცვალო. არ მინდა და გადავიფიქრებ ამ კოსმოსში გაფრენას და წავარ კომულეთში. კოსმოსის მაგივრად და გავაკეთე. ხო და აბსოლუტურად შედი გადავაკეთე. კარგი შედარება იყო. კი, შვედიერი. კარგი შედარება იყო კოსმოსი და კომულეთი. ხო, რატომაც არა? ხო და ის ქცევებიც, რომლებიც მე მაღაზიანებ და მე ვახორციელებ ამ ქცევებს, შემიძლია ეს ქცევები შევცვალო, ხო? აღარ გავაკეთო ისეთი რაღაცა, რასაც ვაკეთებ ყოველ დილა სიტყვაზე. ყოველ დილა მე აუცილებლად უნდა დავიწყო იმით, რომ მოვწმინდო იატაკები მაგალითად, ხო? და მე მირჩევნია რომ ჩემ ყავა დავლიო და მე მოვწმინდო იატაკი და რა პრობლემაა შევცვლი ამ ქცევას ჯერ მივირთმევ ყავას, გავიხედავ, გამოვიხედავ, უნდა დაურეკავ ჩემ მეგობარს ტელეფონზე გავესაუბრებ და მე მოვწმინდავ ამ იატაკს. არ დავიწყებ იმით, უკვე ეს კარგ ხასიათზე და კარგ განწყობაზე ამას ხალისითაც გავაკეთებ, ხო? და ჩემზეა დამოკიდებული, მე ამის მართვა შემიძლია. და მესამე, ეს არის ყველაზე საინტერესო, ეს არის თემები, როდესაც მე რაღაცას ვაკეთებ პრობლემას.
მე ვაქცევ პრობლემა, შეიძლება ეს პრობლემა საერთოდ არ იყოს. ამაზე მახსენდება ხოლმე ჩეხოვის ჩინოვნიკის სიკვდილი, არ ვიცი ხა გახსოვთ თუ არა, ეს ძალიან ისეთი კი. პატარა მოთხრობა, როდესაც ჩინოვნიკი მიდის თეატრში და დააცემინებს. აღმოჩნდება, რომ მის წინ ის გენერალი, რომელსაც მელოდის თავზე დააცემინებს, პირდაპირ ხა შეწარმოიდგინე ეს რომ პანდემიის დროს მომხდარიყო, ის დააცემინებს. ვაჟი რა იქნებოდა. ამ გენერალს მოკლედ საერთოდ არ აქვს რეაქცია ამის დაცემინებაზე. ეს სახლში მოდის და თავის წარმოდგენებში მოკლედ არ მოიდგინა, როგორ დააცემინა, როგორ რა მოყვა ამას, რა მოხდა და დაარტყა გულმა და გააფართხალა. მოკლედ წება. და რა მოკლა მისმა დამოკიდებულება. როგორ იქცეოდა ის და აი ამ დამოკიდებულებამ გამოიწვია მისი სიკვდილის რიგ. მე როგორ მოვიქცევი და როგორ ვაქცევ პრობლემას და ჩემი დამოკიდებულება არის მნიშვნელოვანი ერთი და იგივე საკითხთან დაკავშირებით ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად ფიქრობს და ამაზეც მინდა ერთი საუბარი მოგიყვეთ გვაქვს ამის დრო ნატა გვაქვს რომ მოვყვეთ პაპატი კი ბატონო გვაქვს კი გვაქვს ხო მოგიყვებით ძალიან კარგი საუბარია მე ძალიან მეყვარს ეს არის აფრიკელთებზე მოკლედ იყო და არა იყო რა იყო ერთი აფრიკელი რომელსაც ყავდა ვეზირი და ეს ვეზირი იყო მისი ბავშვების მეგობარი და ძალიან უყვარდა ეს თავისი მეგობარი არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ და ძალიან კარგად ეწყობოდნენ ერთმანეთს. უბრალოდ ამ მეგობარს ამ ვეზირს ჰქონდა ერთი თვისება, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ყველაფერზე იძახოდა, რომ ძალიანაც კარგი რომ ესე მოხდაო. ეს მეფეს უედავებოდა ხოლმე, რომ რა ძალიან კარგია, როგორ შეიძლება ყველაფერზე იძახო ძალიან კარგია. ის ამბობდა, რომ რაც ხდება იმაში ყოველთვის არის რაღაცა ის რაც არის კარგი. ამაზეც უკამათობდნენ და ვერასოდეს ვერ შეთანხმდნენ ამ თემაზე. ჩვენი ერთად მეფემ გადაწყვიტა სანადიროდ დასრულების ბუნებრივია ეს ვეზირი თანახმად ეს გამოყენი მეგობარი, რომელიც ესე თოფს უწენიდა, უმზადებდა და აწვდიდა ხოლმე მეფეს. და გაუმზადა ეს თოფი მისცა მეფეს და აღმოჩნდა, რომ კარგად ვერ დატენა, აუფეთქდა მეფეს ეს თოფი და თითი მოაწყვეტა. მეუბრუნდა და უთხრა რომ აი ეხლა სიტყვიო რომ ძალიანაც კარგიო რომ ესე მოხდაო იო ძალიანაც კარგი რომ ესე მოხდა ხო და ძალიანაც კარგიო და ეხლა მე შენ ჩაგაყურებო აი იქ დაჯექი და იფიქრეო როგორი ძალიან კარგი იყო და ძალიანაც კარგი რომ ჩაგაყურებო ძალიან კარგიო იო ამან ფრა ძალიან კარგიო რომ ჩაგაყურებო ჩააყურე პედაგოგს ეკითხებოდა ხოლმე ძალიან კარგია ორმანზე ხარ იო ძალიან კარგია ხო და იჯექიო მოკლედ 11 არ თქვენ გავიდა რაღაცა პერიოდი და მეფემ გადაწყვიტა კიდე სანადიროს წასვლა და წავიდა სანადიროს. იქ გამოეკიდა ირემს და გზა დაეწოდა. და ხელში ჩაიგდეს კანიბალებმა, კაცჭამიებმა. აიყვანეს ეს ჩვენი მეფე მოგეხსნება, კაი ნახტომ ნაჭამი იყო, კაი ჩაფონდუშებული გემრიელი, აიყვანეს და ეხლა ამას შევაპიწყინებ და იფიქრეს. ბოძზე მიაბეს, გარშემო შეშა შემოუწყეს, რო კოცონი ააბრიალოს, შებრაწონ. და უცებ ერთმა დაინახა რომ თითი არა ამ მეფეს აღმოჩნდა რომ ეს კაცჭამიების ტომი თუ ადამიანს რამე ნაკლი ქონდა არ ჭამდა იმ ადამიანს არა მოაჟორი აგედა რომ ეს დაქტარსავდა რა ჯანდებად ვიდაო და მოხსნეს და გაუშვეს ამოვიდა და ფიქრობ აუ ძალიან კარგი რამე მოხდაო ერო თითი არა მაგორო შემახრამუნებდნენ ეს მოვიდა თუ არა სასწრაფოდ ჩემი ვეზირი მომიყვანეს და ამოიყვანეს დილიდან ეს ვეზირი მოუყვანეს და მეფემ უთხრა რომ აუ შენ გაიხარებ მართალი ყოფილიყარ რომ რა ძალიან კარგი იყო რომ ეს მოხდაო რომ მე რო თითი მქონოდაო მე ხა შეცინარიწებოდი და შეჭმული ვიქნებოდი ჩემი ძვლებიც ალბათ გამოხული იქნებოდაო მაგრამ იმაზე რა სიტყვიო ეხლა და დიდ ბოდის გიხდიო რომ ჩაგაყუდეო ეს ხო არ იყო კარგი ხო ეხა მაინც აღიარო ეგ მაინც კარგი არაო პეპე ესო ძალიან კარგი იყო შედრო ჩამაყუდეო იმიტომ რომ მე ყველა თითი ვაკო თავისთავად მე შემოიქნებოდი სადაც შენიშნებოდიო და მე შემახრამუნებდეო ამიტომ ესო ძალიან კარგი რამე მოხდაო არა ჩვეულებრივი ზღაპარია კინამდვილად ლალი კაპიტან ლალი როგორ ფიქრობთ შეიძლება თუ არა დღევანდელ სიტუაციაზე ვთქვათ რომ ძალიან კარგი ძალიან კარგი ალბათ რაღაცა
სფეროებში და რაღაცა მიმართულებებში ალბათ ძალიან კარგია. თუნდაც ახლა ჩვენ ვილაპარაკეთ, რომ ახლა კი ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი იღუპებოდა აი ამ ჰაერით, აი ამ გამონაბოლქვით. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, მე მომიწია ინდოეთში, ამასთანავე ვიყავი მსოფლიო დედათა კონგრესზე და მთელი ინდოეთი მოვიარეთ და მე დავრჩი გაუგნებული. რა ხდება იქ? ადამიანს ხო 200-300 მეტრში უკვე ვეღარ ხედავ და გამონაბოლქვი არის მთლიანად მთელ ქვეყანაში ხო დამწურის სული. აი ჩამოწოლილია ეს დამწურის სული. მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, წარმოგიდგენიათ და ჩვენ რო ვთვლიდით, რომ საქართველოში ესეთი ჰაერია, საქართველოში დაბინძურება იყო რაღაც ზონება, არ ვიცი ზუსტად რა ქვია, რო იყო საქართველოში დაბინძურება 70% ხო რაღაცა, ინდოეთში არის 700%. მე ესეთი რამე არ მინახავს. პირბადის გარეშე იქ გარეთ აქტიურად რო გახვალ, იხჩობი, იმიტომ რომ ნესტია და გამონაბოლქვი მაღლა არ არის. ჩვენ ახლა მარტო ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ხო? აი რო ნახოთ ამ დიდ ქვეყნებში. მე ეს ინდოეთი რო ნახე, გადავირიე და მთელი პლანეტა რა დღეში იყო. ხო, თოვლი მოვიდა. რამდენი წელია თბილისში თოვლი არ გახდა? 15 წელი ხო არ არის რო არ იყო და გაზაფხული დაგვიბრუნდა, ხო? გაზაფხული, აი პირდაპირ გადავდიოდით სამთრიდან ზაფხულზე. გაზაფხული პირდაპირ კი ჩვენ თბილი პალტოდან ფაქტობრივად ზაფხულის კაბებზე გადავდიოდით. აი ესე ხდებოდა და ეხლა გრძელი გაზაფხული გვაქვს. კი, რასაც ცერქვა გაზაფხული ჩვენს ბავშვობაში. გრძელი კი არა, ზუსტად ის გაზაფხული გვაქვს, რაც უნდა იყოს. და შეაჩერა დნობა ამ ჩრდილოეთის პოლუსში მოგეხსენება კიდე. დნობა დაიწყო, ხო? და ამ ოკეანეების აწევა ფაქტიურად ძალიან ბევრ ქვეყანას ალვიდა პირისაგან მიწისდა. ესეც შეჩერდა. ოზონის ხვრელი დაპატარავდა, ფაქტიურად ბევრად მეტი ადამიანი სიცოცხლეზე გადარჩა. იმაზე ბევრად მეტი, რასაც ეს პანდემია ანადგურებს. მე ჩემ პირად დამოკიდებულებას ვიზახებ და მეორე ეკონომიკური კრიზისი, რა თქმა უნდა არის, მაგრამ აი რა ხდებოდა, ხო? ამ იაფი მუშახელის გამო მთელი წარმოებები იყო ჩინეთში გადატანილი და რა აღმოჩნდა, რომ მთელი ქვეყანა, მთელი სოფლიო ჩინეთზე იყო დამოკიდებული და ჩინეთი რო გაჩერდა, ყველაფერი გაჩერდა, ხო? დაიწყეს ამ სხვადასხვა ქვეყნებმა გამოტანა ინდოეთიდან ამ წარმოებების და გადანაწილება სხვადასხვა ქვეყნებში. მე დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოშიც მოხდება ამ რაღაცა წარმოებების შემოტანა და ამ ხალხის დასაქმება. ამ ყოველთვის სხვა რაღაცა დაბლად ავარდას აუცილებლად ყველა დახმარს თავისი აღმართია. რა თქმა უნდა, რაღაცა პერიოდი გამოიჭირდება, მე ვთვლი, რომ ეკონომიკის მხრივაც აუცილებლად დაიწყება აღმავლობა და ბევრი რამე ავა მაღლა. კიდევ რა მოხდა? როგორც ლაკმუსის ქაღალდი მოკვედა დავინახეთ, ვინ არის. ვის მართლა შესწირვა გული ადამიანებზე? ვინ აქამდე მოჩვენებითი იყო. ჩვენს გვერდზე ადამიანების დავინახეთ, ვინ რა წარმოადგენს, ხო? ყველაზე ძალიან კარგად, კი. ჩვენი საკუთარი თავი დავინახეთ, რომ ვინ ვარ სინამდვილეში, რა წარმოვადგენ და ზოგიერთი ძალიან გაბრაზებულია, ხო? რომ აი ამ მდგომარეობ რა დღეში ჩავარ და ბრაზობს სახელმწიფოზე, ბრაზობს მთავრობაზე, ბრაზობს იმაზე, ბრაზობს ამაზე, მაგრამ საკუთარ თავში არასოდეს არ ეძებს. იმას რომ იქნება მეც ავარ რაღაცაში დამნაშავე, რაც იქნება მეც და თუ მე პასუხისმგებლობა ჩემ თავზე არ ავიღე, ხო და ყოველთვის მასში ვეძებდე დამნაშავე, იმ ვერასოდეს ვერ წავალ და ჩემზეა დამოკიდებული აი ბრას, თუნდაც გაზეთ ვაპარაკობდით, როგორ გამოვიყენებ და მაგაზეც მოგიყვებით ერთი მაგარი ამბავი გამახსენდა. კი ბატონო, ჩვენ გვაქვს 4-5 წუთი. 5 წუთში ალბათ ხო შეიძლება დამიჭირდეს. ნუ შევეცადოთ, ჩავედიოთ, კი ბატონო. ხوارჯობია 5 წუთი პარამეზე ვილაპარაკო და რო დავბრუნდებით, მე მოვყვები ამ ამბავს და ჩვენი დრო ფაქტობრივად იწურება, იმიტომ რომ კარგი მაშინ გავიდა. კი. კარგი მაშინ ორ სიტყვას ვიტყვი, მინდა ვილაპარაკო კრიზისის მიზეზებზე ხო ვილაპარაკეთ, აი კრიზისზე მინდა ვთქვა კიდევ ორი სიტყვა, ეს რაც ახლა ძალიან გვაქვს ეხა იქნება გამომდინარე რაც შევხვი, რომ კრიზისი აღინიშნება ორი იეროგლიფით. ეს არის ერთი არის პრობლემა, მეორე არის შესაძლებლობა. ესე იგი, ფაქტიურად ახლა აღმოსავლელი მოგახსენებათ ჩინეთიდან მოგწელია.
აღმოსავლური სიბრძნე და ვეთანხმები, რომ კრიზისში არის ყოველთვის ორი თემა. ერთი ის საშიშროება, რასაც ეს კრიზისი იწვევს და მეორე შესაძლებლობა და მოდი ეს ჩვენი ეს საშიშროებები გარდავხნათ შესაძლებლობებად. მე მგონი, ამისი ძალიან კარგი სიტუაციაა დღეს, ყველაფერი რაღაცებილის შეცვლას უნდა და ყველაფერი ფაქტიურად გამოვიყენო, როგორც კარგი გამოცდილება და რაღაცები დავიწყო. ახლიდან კი არ დავიწყო, ძველიდან აღებული კარგი გამოცდილება გამოვიყენო და გავაგრძელო ახლებურად ეს ყველაფერი და წავიდეთ წინ. დღევანდელი ახლა ადამიანების ნაწილი არის პანიკაში, ნაწილი არის ნიჰილიზმში და თვლიან რომ ნერვებსაც არ მეშინია რაღაცა. არ მეშინია, რას ნიშნავს არ მეშინია? უნდა მეშინოდეთ. შიში ნორმალური, ეს არის ძალიან კარგი. ეს არის ის, რაც ჩვენ წინაპრებიდან გვერგო და საერთოდ შიშმა გადაარჩინა კაცობრიობა, რომ აქამდე მოვედით, მე ვლაპარაკობ იმ შიშზე, რომელსაც აქვს რეალური საფუძველი. რომ მეშინია, იმისი, რომ მაგალითად გარეთ რო გავიდე და ვიღაცას ჩავეხუტო და შეიძლება გადამედოს, ეს ბუნებრივი შიშია და მოდი რა გავფრთხილდე და არ ვეხუტო მაინც და მაინც ადამიანებს, რომ არ გადამედოს ეს. როცა მე იმისი მეშინია, რაც არ არსებობს, რეალური საფუძველი არ აქვს და ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება ეს ესე იყოს, აი ეს უკვე არის შფოთვა. აი შიშსა და შფოთვას შორის არის ძალიან დიდი განსხვავება და უნდა გავარჩიოთ ეს ერთმანეთთან ის, რომ შიში არის ძალიან სასარგებლო, რეალური შიში, ამაში შევთანხმდებით და თუ ჩვენ დავიცავთ იმითებ იმას ყველაფერს, რასაც დღეს ჩვენგან ითხოვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენზეა დამოკიდებული ამ სტრესთან ჩვენი დამოკიდებულება მოგეხსენებათ გავიარეთ უკვე და ის მე როგორ მოვიქცევი და როგორ გამოვიყენებ ამ პრობლემას და როგორ ვაქცევ ამას შესაძლებლობად. მინდა კიდევ ერთი ჩინური ანდაზა გავიხსენო, დაწყნარდით დალიეთ ჩაი, რადგან თქვენ უკვე დააგვიანებთ. ჩვენ ახლა დაგვიანებულები ვართ, მოდი ეს ვთქვათ, დაწყნარდეთ, დავლიოთ ჩაი, დავლიოთ ყავა, დავფიქრდეთ რა არის ჩემი სტრესის გადამუშავებები, მოვძებნოთ ის ჩვენი რესურსები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია და ვეცადოთ, რომ აი ამ რესურსებით თუ ეხლა შემილია, ეხლა გავაკეთო რაღაცები, თუ არა და დავგეგმო, რომ რას გავაკეთებ იმის მერე, როცა მე აქედან გავალ. აი რა შეიძლება რომ გავაკეთო. და კიდე მინდა დავამატო, რომ არსებობს ანტისტრესული პროდუქტები, დამშილო პროდუქტები ხოლმე, რომ აი შოკოლადი არ ჭამბო, გაგასწრებო, შოკოლადი არის ანტისტრესული პროდუქტი, ნაყიდიც არის ანტისტრესული პროდუქტი. ილიდან ითვლება, რომ ანტისტრესულია ბანანი და გაგიკვირდებათ ციციბურა და შვრია. არის ასევე შეგვიძლია მივირთვათ ეს ყველაფერი და გენიერი რაციონი ჩამოაყალიბეთ, რაც შეიძლება მიიღოს ადამიანმა თურმე. ანტისტრესული. და როცა თუ უკვე მე ისეთი სერიოზული პრობლემა მაქვს, რომელსაც მე მარტო მიჭირს რომ გავუმკლავდე, უამრავი ორგანიზაცია მინდა ვთქვა, რომ არაჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ორგანიზაცია, ეს ტრენინგ ცენტრები, რაც არის ყველასა ფაქტიურად ინიციატივა გამოიჩინა ყველამ, რომ უფასო ფსიქოლოგიური დახმარება, უფასო ტრენინგები, უფასო ლექციები უდევს ყველას. ესეთი საიტიც არსებობს, სადაც დევს ეს ინგლისურად რა ქვია, რაღაცა მაგვიწყდება ეგ სახელი იმის სამსახურის ანაზღაურების გარეშე რომ მოკლედ ემსახურებია. ესეთი და ყველა არის თავმოყრილი, ეს ყველა ცენტრი, რომლებიც უწევენ ადამიანებს ფსიქოთერაპიულ დახმარებას, მათ შორის არის ჩვენი ცენტრიც, ჩვენ კოუჩებიც, მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე ჩავატარებთ ადამიანებთან შეხვედრები, ჩავატარებთ უფასო კოუჩ სისტემები და ეს ისევ იქნება და შეგვიძლია მიმართოთ სპეციალისტებს. დღევანდელ დღეს აღმოჩნდა, რომ აი, რა ვიცი რა, ეს მთელი საქართველოს თქვენი დანიშნულება ძალიან აიწევს კიდევ უფრო, მე ვფიქრობ, რომ რატომ გადავწყვიტეთ ჩვენ მარადიო, თქვა თქვენთან ერთად მსგავსი გადაცემების ჩაწერა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი დატვირთვა მოვა თქვენზე და ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ და უფრო მეტად გახდებთ, იმიტომ რომ მოთხოვნილება ძალიან გაიზრდება. ჩვენი დრო ამოიწურა ქალბატონო ლალი, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ სტუმრად იყავით ჩვენს ასე თქვათ, აი ეს ონლაინ გადაცემაში. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ყველაფერი დამთავრდება და სტუდიაშიც მოგიწევთ აუცილებლად და გავაგრძელოთ თქვენი ზღაპრები, თქმულებები, გავაგრძელოთ აუცილებლად. მე ვფიქრობ, ძალიან
ძალიან სწორად გაქვთ თქვენ ნაპოვნი ეს თქვენი ნიშა, იმიტომ რომ ზუსტად იმ ენაზე საუბრობთ, რომელიც ადამიანებს სჭირდებათ. მათთვის გასაგებ ენაზე საუბრობთ და მიდი მაქვს რომ ხვალ ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვება ამ გადაცემას. დღეს საღამოს მოისმენენ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ხვალ აუცილებლად გვიყურებენ. კარგად გრძანდებოდეთ და გელოდეთ. დიდი მადლობა და შევხვდეთ არა კორონულ გარემოში. ნახვამდის. კი ბატონო.